საქმე ინდილას გადაცემას საქართველოს ეკონომიკაზე საუბრით ვაგრძელებთ. გალტენთაგარდის ეკონომისტთან ერთად ლაშა ქავთარაძე უკვე შემოვერთ და სტუდიას დღეისთვის სასაუბროდ საკმაოდ ბევრი თემა არის მონიშნული. დილამშვიდობისა. ლაშა, ყოველკვირეულ მიმოხილვაშიც საკმაოდ ბევრი არის გაშლილი თემა. ეკონომიკური ზრდა იქნება ეს, საგარეო პოლიტიკა, ფულადი გზავნილები თუ ასე შემდეგ. თუმცა ლაშა, შეგვიძლია დავიწყოთ ხელფასების დინამიკით. გამომდინარე იქიდან, რომ გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნდა საშუალო ნომინალური ხელფასის სტატისტიკა. თქვენ რა შეგიძლიათ რომ დამატებით გითხრათ და რა პროგნოზი გეთქვით? დიახ. საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები და მეოთხე კვარტალში 8.5% არის გაზრდილი საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2200 ლარს გადააჭარბა მცირედით. ასევე წლიურ ჭრილში ეს წინასწარი შეფასება, რომელსაც მე უფრო უკეთ დააზუსტებ და სექტორების მიხედვით გაშლის 16.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა წინასწარი მონაცემებით წლიურ ჭრილში და 2059 ლარი დაფიქსირდა. აქ უნდა შევხედოთ სექტორების მიხედვით თუ როგორი განაწილება არის. ყველაზე მაღალი ხელფასი ფიქსირდება ისევ და ისევ ინფორმაცია და ტექნოლოგიების დარგში, IT მომსახურება შედის მასში 4000 ლარზე მეტი არის, ასევე არის საფინანსო სექტორი, მშენებლობა, პროფესიული საქმიანობა. აქ არის ამ სამში არის ხელფასები, რომელიც მერყეობს 3000-დან 3500 ლარამდე. დაბალი ხელფასები ისე და ისე ფიქსირდება განათლების სექტორში, წყალმომარაგება და სოფლის მეურნეობა, თუმცა ყველაზე დაბალი ხელფასი მაინც განათლებაში არის. ერთი საინტერესო რა არის ხელფასებთან დაკავშირებით, ჩვენ 2021 წლიდან თუ დავაკვირდებით, მაღალი ზრდის ტემპი არის, ასე ვთქვათ, ხელფასების დინამიკაში და ასევე საინტერესო არის ინფლაციით შესწორებული ხელფასები, როგორი არის, ანუ რეალური ხელფასი. მაგალითად 2024 წელს წლიურ მაჩვენებელს თუ შევხედავთ, ნომინალში 16.5% არის გაზრდილი, ინფლაციით შესწორებული კი, ანუ რეალური ხელფასის ზრდის ტემპი 15.2% გამოდის. რატო არის მნიშვნელოვანი ლაშა ამ სტატისტიკური მაჩვენებელი ზოგადად ეკონომიკური თვალსაზრისით? რეალური ხელფასი გვიჩვენებს მწყიდველობით უნარიანობას, ანუ როდესაც ხელფასი იზრდება, მას რა მწყიდველობით უნარიანობა აქვს. თუ ინფლაცია იმაზე მეტი არის, ვიდრე ნომინალურად ეზრდება ადამიანის ხელფასი, ეს ნიშნავს, რომ მისი მწყიდველობით უნარიანობა მცირდება. ანუ წინა პერიოდში რა თანხასაც ღებულობდა, ის თანხა უკვე არ არის საკმარისი იგივე რაოდენობის საქონელთა მომსახურება იყიდოს, რაც წინა წელს ახორციელებდა. მეოთხე კვარტლის აი ამ კონკრეტულ მაგალითზე რო ვთქვათ, რაც თქვენ ბრძანეთ. თუ ინფლაცია გამოკლებული არის 15%, ხო? 8.5% იყო მეოთხე კვარტალში. მეოთხე კვარტალში 8.5% არის ნომინალური ხელფასი. ნომინალური ხელფასი, იმაშინ ის გამოდის, რომ დიდად 7.2% იყო რეალური ხელფასი. რეალური ხელფასი. მაშინ გამოდის, რომ რეალურად დიდად არ შეცვლილა წყიდველობითი უნარი ინფლაციის დონიდან გამომდინარე. ხო, იმიტომ რომ ინფლაცია დაბალი იყო. დაბალი არის და ის 3%-ზე ქვევით არის. ხო. 1.1% იყო წლიურ ჭრილში ინფლაცია, მეოთხე კვარტალშიც დაბალი იყო ინფლაცია და შესაბამისად ამის გამო გამოვიდა ის, რომ რეალური ხელფასი კორექტირებული არის 7.2%. გარდა იმისა, რომელიც მწყიდველობით უნარიანობას გვიჩვენებს ჩვენ ეს რეალური ხელფასი, ასევე საინტერესო არის რამდენად ხელფასების ზრდის ტემპი იწვევს თუ არა მაგალითად ინფლაციის აქსელერაციას. ხო, როდესაც ადამიანი ღებულობს ხელფასს და ეს ხელფასის ზრდის ტემპი არის თქვათ მაღალი, შეიძლება მან ასე ვთქვათ გაზარდოს, ხო, მოხმარება და მოთხოვნა თუ გაიზრდება სამხმარებლო საქონელზე, შეიძლება წარმოება იმ პერიოდში ვერ იყოს უცებ სწრაფი და ამან გამოიწვიოს ფასების ზრდა. ამიტომაც საინტერესო არის, როდესაც ვაკვირდებით ამ ხელფასების სტატისტიკას, ის შევადაროთ სამუშაო ძალის პროდუქტიულობას. და თუ სამუშაო ძალის პროდუქტიულობა ბევრად ნაკლები არის, ვიდრე ხელფასების ზრდის ტემპი, მაშინ ის გადადის ინფლაციაში და იწვევს ინფლაციის აქსელერაციას. ამ სტატისტიკით თუ შევხედავთ ჩვენ 2024 წლის მაჩვენებელს, მეოთხე კვარტალს და წინა პერიოდებს, ეს განსხვავება ხელფასების ზრდის ტემპსა და პროდუქტიულობას შორის იყო მცირე, დაახლოებით 1.9% პუნქტი, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ დამატებითი ზეწოლა აი ხელფასების ზრდის ტემპიდან არ მოდიოდა ინფლაციაზე. ანუ ეს საშიშროება არ იყო, რომ წარმოქმნილიყო მე მაგალითად ხელფასები ფასების სპირალი. ეს საყოველთაოდ ცნობილი არის. ეს ფაქტი არ ფიქსირდებოდა. მაგალითად
2024 წლის მესამე კვარტალში რეალური ხელფასის სისტემა იყო 9.6%, მერე ეს ჩამოვიდა მეოთხე კვარტალში, როგორც უკვე ვახსენე, 7.2-ზე, ხოლო პროდუქტიულობა, სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდის ტემპი მესამე კვარტალში 7.7% იყო და 5.4%-ზე ჩამოვიდა მეოთხე კვარტალში. და მათ შორის სხვაობა რაც იყო მესამე კვარტალში, ფაქტობრივად შენარჩუნებული იყო მეოთხე კვარტალშიც. წელს კიდევ რაც შეეხება ხელფასების ზრდის ტემპს, როგორც ვიცით, ბიუჯეტით განსაზღვრული არის, რომ საჯარო მოხელეთა ხელფასი, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი იზრდება 8-10%-ის ფარგლებში. ჩვენი ვარაუდით, კერძო სექტორის მიყვება, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მოთხოვნა სამუშაო ძალაზე მაღალი არის, კვალიფიციური მუშახელზე ეს მოთხოვნა, როგორც წინა წლებში წელსაც გაგრძელდება, მოთხოვნა დეფიციტი რა თქმა უნდა არის და ფაქტობრივად ეს ნაწილის ასე ვთქვათ, უბიძგებს იმას, რომ ხელფასები იყოს გაზრდილი. მაგალითად, იგივე განათლების სფეროს თუ შევხედავთ ჩვენ, ხო? სადაც ყველაზე დაბალი სახელმწიფო და ზევით რომ ხელფასების ზრდა სასახად უკავშირდება, ხო? როგორი არის ეკონომიკური აქტივობა და აი განათლების სექტორს თუ დავაკვირდებით ჩვენ 1400 ლარი არის საშუალო თვიური ხელფასი განათლების სექტორში. აქ გარდაუვალი იქნება ხელფასების ზრდის ტემპი, იმიტომ რომ განათლება არის ერთ-ერთი მზარდი კონტრიბუტორი ეკონომიკურ ზრდაში. და წინა წელს, ასე ვთქვათ, წლიურ მაჩვენებელს თუ შევხედავთ, განათლება იყო ერთ-ერთი სექტორი, რომლის კონტრიბუცია 9.4%-იან ზრდაში იყო დაახლოებით 1.2% პუნქტი. ანუ საკმაოდ მაღალი არის. კარგი, საგარეო ვაჭრობის თემაზეც ხوار გადავიდეთ. თუ გადავიდეთ ეკონომიკურ ზრდაზე და იქიდან მივაყოლოთ საგარეო ვაჭრობა. საგარეო ვაჭრობა, რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, წინასწარი მაჩვენებელი იყო 9.5% და საქსტატმა დააზუსტა 0.1% პუნქტი შეამცირდა და 9.4% გამოვიდა 2024 წელს ეკონომიკური ზრდა. ნომინალში ეს ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ 3.6%-იანი ზრდა იყო, იმიტომ რომ ნომინალურ ზრდას როდესაც უყურებთ, ჩვენ აქ ვითვალისწინებთ ფასების დონესაც და ნომინალური მაჩვენებელი ზრდის ტემპი 3.6% იყო და გამოსახულებაში ეს იყო 92 მილიარდი ლარი, 33.8 მილიარდი ამერიკული დოლარი და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე გახდა 9141 ლარი. ფაქტობრივად ამ მაჩვენებლით კავკასიის რეგიონში ლიდერები ვართ. რაც შეეხება სექტორების მიხედვით, ყველა სექტორში დაფიქსირდა რეალური ზრდა, გარდა ენერგეტიკის სექტორისა. და აქ როგორც უკვე აღნიშნე, განათლების სექტორი იყო ერთ-ერთი წამყვანი, განათლების სექტორთან ოდნავ მაღალი კონტრიბუცია ჰქონდა ინფორმაცია IT-ის სექტორს 1.3% პუნქტი და ასევე სახელმწიფო მმართველობა. ასევე ახლოს იყო 1% პუნქტთან მშენებლობა და ვაჭრობა და ასევე სოლიდური კონტრიბუცია ჰქონდა საფინანსო სექტორს და სხვა სექტორებს, მაგალითად იგივე ტურიზმთან დაკავშირებული სექტორები, სასტუმროები და რესტორნების კონტრიბუციაც მაღალი იყო და ასევე გართობა და ხელოვნება, გართობა, დასვენება აი ამ სექტორების კონტრიბუცია. ფიქრობთ, რომ ასე ვთქვათ, აი ეს სექტორები, ტრანსპორტი იყო ასევე გამოჩა ეს ტრანსპორტი პირველი ორი სექტორი, რომელიც საკმაოდ მაღალი კონტრიბუტორით გამოირჩევა, ეს არის IT და განათლების სექტორი, ეს სექტორები ფიქრობთ, რომ წელსაც ასე ვთქვათ, დომინანტი იქნებიან თავიანთი წვლილით ეკონომიკურ ზრდაში. ვაჭრობა. რაც შეეხება ვაჭრობას, საგარეო ვაჭრობა და მთლიანად შევაფასოთ აქ სავალუტო შემოდინებები, როგორიც არის მაგალითად არა მარტო ექსპორტიდან, არამედ ფულადი გზავნილები და ტრანსპორტიდან. აი ამ სამივეს თუ შევხედავთ ჩვენ თებერვალში გაუმჯობესება ჰქონდა იანვართან შედარებით დაახლოებით 37 მილიონი დოლარით. ეს გაუმჯობესება გამორიცხავს იმერჯერად ასე ვთქვათ ტრანზაქციას, რაც იმპორტთან იყო დაკავშირებული იანვრის თვეში, ეს იყო სურათების, ნახატების იმპორტი. რაც შეეხება წლიურ ჭრილში, ასევე წლიურ ჭრილშიც თებერვალში დაახლოებით 30 მილიონი გაუმჯობესება იყო. ეხლა უშუალოდ რო გადავიდეთ საგარეო ვაჭრობაში, ექსპორტი და იმპორტი, თებერვალში შემცირება იყო ორივე მიმართულებით 7.1% იყო ექსპორტი შემცირებული და ეს ძირითადად გამოწვეული იყო ადგილობრივი ექსპორტის შემცირებით, მაშინ როცა რეექსპორტის კომპონენტი იყო გაზრდილი. ადგილობრივ ექსპორტში არის ღვინო, სპირტიანი სასმელები, სასუქები, მინერალური წყლები, ეს იყო ძირითადი გამსაზღვრელი, რატომაც კლება ჰქონდა. თუმცა საკმაოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა ძვირფასი ლითონების და ასევე ავტომობილების, რომელსაც მაღალი კონტრიბუცია ჰქონდა პოზიტიური კუთხით ექსპორტის მიმართულებით და თუ შევხედავთ ასე ვთქვათ ქვეყნების ჯგუფებს, ევროკავშირის მიმართულებით იყო გაზრდილი თებერვალში ექსპორტი, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში, DST-სა და სხვა ქვეყნებში შემცირება ჰქონდა და ეს ევროკავშირში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ძვირფასი ლითონებით, მაგალითად ჩვენ
ძვირფასი ლითონები გაგვაქვს ორი მიმართულებით, ერთი ბულგარეთი და მეორეა ჩინეთი და ბულგარეთი იყო, სადაც 50%-ზე მეტი იყო გატანილი ეს ძვირფასი ლითონები. რაც შეეხება იმპორტს, იმპორტის ასევე შემცირება იყო 6.6%-იანი შემცირება იყო 1.1 მილიარდი, თუმცა ნომინალში მაინც საკმაოდ მაღალი არის 1.1 მილიარდი არის. მაინც მარაგებს უკავშირებთ ლაშა ამას იმპორტის თემას თუ უბრალოდ მოხმარების თემამ? იმპორტის თემა შეიძლება ორივე ფიქსირდებოდეს კი. ორივე ფიქსირდებოდეს, თან თებერვალი ცოტა მოკლე იყო, შარშან 29 რიცხვით იყო, წელს 28, ესეც გარკვეულ როლს თამაშობს ამ მიმართულებითაც. და მთლიანობაში, ასე ვთქვათ, სავაჭრო დეფიციტი იყო 6.3%-ით შემცირებული 672 მილიონამდე თებერვალში და როგორც უკვე ვახსენე, ასე ვთქვათ, თუ ჩვენ გამოვრიცხავთ იმერჯერად იმპორტს პირველ ორ თვეში 2025 წლის პირველ ორ თვეში სავაჭრო ბალანსში გაუჯებესება ჰქონდა დაახლოებით 38 მილიონის. მადლობა ლაშა ქავთარაძეს, გალდენ ტაგარტის ეკონომისტი.